მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მე გავაკეთე თქვენთვის გუშინ გაშლა რა იქნება, რა მიდის, რა მოდის თქვენი პირად ცხოვრებიდან და რა მოდის პირად ცხოვრებაში. დღეს გავაკეთოთ ჩვენ იგივე გაშლა, მხოლოდ გავაკეთოთ კარიერაზე და ფინანსებზე. კარგით? ნახოთ ახლა რა მდგომარეობაში ხართ ახლა. როგორ გრძნობთ თავს, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, ნახოთ. ვისთვის იქნება ეს გაშლა, შევხედოთ ახლა. რას გვეტყვის ტარო. და შემდეგი მინდა გავაკეთო უკვე თქვენს საქმიანობაზე. საქმე ასე დავარქვათ ჩვენ. ანუ, ესე იგი, პირველ რიგში რა უნდა წავიდეს და რა უნდა დარჩეს. ანუ, რა მიდის თქვენი ეს უკვე სამსახური, ანუ საქმიანობა რა. და რა დარჩება თქვენთან და რა გაგახარებთ, მოდით ასე რომ ვთქვათ. რა დარჩება და რა გაგახარებთ. იგივე გავაკეთოთ ჩვენ ფინანსებზეც, ხო? ანუ რა წავა, რა დარჩება და რა გაგეხარდება თქვენ. აი ესე იგი ეს პროგნოზი არის წლის ბოლომდე, ვინც ახლა უყურებს. ვინც მერე ნახავს, ანუ თვის ბოლომდე, ხო? ესე იგი რა მიდის, რა დარჩება და რა გაგახარებთ. всё, ნახოთ ახლა ჩვენ, აი ცვლილება ძალიან მაგარი ცვლილება გექნება და ეს აი რაღაცას სწავლი. так, всё, ნახოთ ახლა ჩვენ, ახლა რა ენერგიებში ხართ. ძალიან გადასარევ ენერგიებში ხართ, შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ აქ პრინციპში ხართ როგორ გინდათ რომ გარჩანს, ოკეი. ანუ გინდათ რომ შემოვიდეს თქვენთან დიდი ფული. так, ახლა ასე ავიღებ რომ განახოთ თქვენ. ანუ დიდი ფული მინდა რომ შემოვიდეს, მაგრამ ფიქრობ როგორ. იმიტომ რომ პრინციპში მე რომ გითხრათ, თქვენ ხართ ძალიან კარგად კაი განწყობაზე ხართ ახლა რა, არა ხართ ცუდ განწყობაზე და სხვათა შორის აქ იქნება უეჭველი 1,000,000%-იანი ეს გაშლა იმათვის, ვინც მოდის ჩემთან ტრენინგზე და რატო გეტყვით ახლა. იმიტომ რომ აი აქ ადამიანი ხო ფიქრობს რა გავაკეთო კიდე შინაგანად შეიძლება ფიქრობს აი საერთოდ ვინმე ვიღაცა მაინც მითხრეს რა გავაკეთო ხო აი ეს ფული საიდან მიპოვო და აი აქ არის ადამიანი რომელიც თქვენ მაგას გეტყვით და თქვენ პრინციპში ერთადერთი შეიძლება ეხლა თქვენ გაქვთ ცოტა ეჭვი რომ ნამდვილად შეუძლია მაგას რომ მითხრეს რომ მე აი გამოვიდე ამ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაშიც ვარ ახლა აი ეს შეიძლება ცოტა შინაგანად გქონდა თქვენ აი ეგეთი ბრძოლა თუ არ მოდიხართ თქვენ არანაირად ჩემთან არანაირი ტრენინგი არ გაინტერესებთ ესე იგი თქვენ თვითონ ხართ ისეთ ენერგიებში რომ ანუ ვეძებ რაღაცას აი გამოსავალს და ამ დროს რაღაცა შპოტვა მაქვს და არ ვიცი რა გავაკეთო კიდე ისეთი რომ შემოვიდეს ჩემთან დიდი თანხა. მიხვდეთ? აი ეგეთი რაღაცა არის აქ. ნახოთ ახლა ესე იგი კარიერაზე. რა მიდის თქვენი კარიერიდან? აქ მიდის რა? ყველანაირი დარდი იმაზე, სხვათა შორის მიდის ეგ სიტუაცია. ყველანაირი დარდი იმაზე, აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო. აი ზუსტად რა, ნამდვილად, ჩვენი ტრენინგი ნამდვილად 15-ში იწყება დეკემბერზე, თვის ბოლომდე კი ახლა უკვე თქვენ მიხვდებით მაგას. ანუ მიდის ეს მომენტი, რომ როცა მე ნერვიულობდი იმაზე, აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო ჩემი სიუხვისთვის რა, იმიტომ რომ აქ ესეთი ენერგიები არის, რომ რა ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ თვითონაც რაღაცას, აქ რო აკეთებდეთ ეს უეჭველი. შეიძლება და არ გამოვრიცხავ იმას, რომ თქვენ რაღაცა პრაქტიკებსაც აკეთებდეთ თქვენ თვითონ, ხო? მაგრამ შეიძლება კიდე აქ როგორი მომენტი არის, რომ მე უკვე აღარა მაქვს აი ეს შპოტვა, თქვათ, და დაუნდებლობა, იმიტომ რომ მე უკვე ნამდვილად ვიპოვე ის ადამიანი, ვინც მე
მასწავლის მე რა გავაკეთო იმისათვის რომ აი ეს ადამიანი აი დედოფალი არის თასების ვინც მე მასწავლის იმას რა გავაკეთო იმისათვის რომ ჩემი ცხოვრება დაალაგდეს და ფული შემოვიდეს ჩემთან ცხოვრებაში იმის მიუხედავად რომ ჩვენ აქ კარიერაზე ვუყურებთ ამას გეუბნებით რატო ფინანსები რომ პენტაკლები და აქ საქმეც რა ისეთი არის რომ ნუ ეს ორივე თემა იმიტომ ავიღე ერთად იმიტომ რომ ერთმანეთზე ძალიან დაკავშირებულები არიან ეს თემები და ამიტომ ჩემო ლამაზებო აქ ნუ არის აი ესეთი სიტუაცია რა რა რჩება ვნახოთ რა რჩება რა რჩება და ის რჩება ის ცოდნა რომელსაც თქვენ აიღებთ ხო ის რჩება იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ეხლა უკვე გაგინათდებათ გზა და გამოხვალთ თქვენ იმ მდგომარეობიდან აი როცა არ ვიცოდი რომ აქ თქვენ ისწავლეთ აქ თქვენ მიიღებთ რაღაცა ცოდნას ანუ ნახეთ რა რჩება ანუ მე რაც მივიღე ხო რაღაცა ცოდნა მე მაგას აუცილებლად ანუ აღარ მაქვს არაფერი სანერვიული იმიტომ რომ უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო აქ ზურგით ზიხარ თქვენ უკვე ამ მთვარის ენერგიაზე რა ანუ რაც იყო ჩემთვის დამალული მე აქ ვიპოვე რაღაცა ისეთი ინფორმაცია რომელიც მე მომცემს ნამდვილად საშუალებას რომ გამოვიყენო თუ უკვე რამე ვიცი ნამდვილად უკვე დავიწყებ ქმედებას დავიწყე აქ რაღაცა ახალი თემა არის რა იმიტომ რომ მაგ არის როგორ იცით რომ მე შემიძლია მე ვაკეთებ მე ვიცი როგორ მაგრამ რადგან სამიანი არის აქ კიდე კვერთხების ანუ ესე იგი მე ვიცი როგორ უნდა გავაკეთო მე უკვე მოქმედ მე უკვე გეგმას მაგ და უკვე ვიცი და ამიტომ უკვე არაფერი არ მაქვს სანერვიულო და უკვე ვერა აი ნუ მაგი ესეთი ენერგია რომ ყველანაირ შპოტვას ტოვებს უკან პლუს კიდე ნახეთ მაგ და მთვარე აი ცოტა მატრიცასაც რო დაუბრუნდეთ ეს როგორი ენერგია მაგის არის საერთოდ ენერგიაში როცა ადამიანს იმისი უნარი აქვს რომ მე რაღაც რასაც მე ჩავიფიქრე მთავარია სწორედ უნდა ჩაიფიქრო და არა რაღაც ისი ჩავიფიქრე მე არ მინდა რომ არ მქონდეს ფული ეს ეგრევე გექნება ესე იგი იძახე რომ გინდა ხო ანუ მე ვიცი უკვე სწორედ როგორ ჩამოვაყალიბო იმიტომ რომ მე ვისწავლე და ვიცი როგორ სწორედ უნდა ჩამოვაყალიბო მე თხოვნა სამყაროს როგორ უნდა ვუთხრა მე სწორედ ჩემი უკვე სურვილი ხო და ამიტომ უკვე მე-18 ენერგია არის რა კიდე პლუსში როცა მე რასაც მე წარმოვიდგენ და მე ვიცი ეს როგორ უნდა წარმოვიდგინო და ამიტომ ყველაფერი აი ეს ცოდნა რჩება თქვენთან გაიგეთ რჩება იმიტომ რომ თქვენ უკვე მაგას რა თქმა უნდა უკვე დაიწყებთ გამოყენებას ახლა როცა უკვე გასწავლეთ უკვე დაიწყებთ გამოყენებას და ნამდვილად თქვენ ყველანაირად უკვე ეს ცოდნა დაგრჩებათ და გეცოდინებათ როგორ უნდა გამოიყენოთ პირველი და მე-18 ეს არის ძალიან მაგარი ენერგიები რაც ვიფიქრე ის აუცილებლად ასრულდა იმიტომ რომ არის ეგეთი უნარი რა პირველ ენერგიას მე-18 რაც წარმოვიდგინე ეგაც უკვე მოვიდა მაგრამ მე ვიცი როგორ მიხვდით და რა გაგეხარდება თქვენ აი ეს გაგეხარდება ზუსტად რომ თქვენ უკვე გექნებათ ახალი გზა დაიწყება თქვენს მოღვაწეობაში და თქვენ უკვე მორჩებით იმ ძველი რაღაცებს აღარ უყურებთ, გაიგეთ? აქ ტრანსფორმაციას გაევლით და თუ დაუშვათ თქვენ ვიღაცა, ანუ აქ ადამიანი უკვე უყურებს რა ახალში ვუყურებ და ვიღაცები მაგას რომ აი თქვათ ხო არის, ნუ ეს მე რა გიხსნით ახლა, ეს როგორ მუშაობს, ნუ ორი სიტყვით რომ გითხრათ, ეს როგორი მომენტი, როცა შენ დგები ახალი გზაზე, აუცილებლად ან მოვლენები, ან ადამიანები გამოჩნდება შენ ცხოვრებაში ისეთები, ვინც გეტყვის შენ იმას, რომ მოიცადე რა გინდა და რა სისულელია, მაგრამ აქ ადამიანმა უკვე დაიჭირა, მე უკვე ვიცი, რომ აი აქ უკვე პეპელა, ნახეთ, მე ვიცი, მე უკვე მივიღე ის, რაც მე წამიყვანს წინ და ამიტომ შეცვლილი გაქვთ თქვენ, აქ მე-13 ენერგია, შევცვალე მე უკვე მიდგომა, მე უკვე აღარ მინდა რომ თქვათ, როგორც ვიყავი, უკვე აღარ ვიქნები და ეს მე მიხარია, იმიტომ რომ მე უკვე კი მაქვს რაღაცა გამოცდილება, მაგრამ მე უკვე მივდივარ წინ. ანუ,
დაუშვათ სიტყვაზე სამსახური გაქვს, რომელიც მოგწონს, ხო? რომელშიც შენ ვითარდები, მოგწონს ეგა, მაგრამ უკვე ის ძველი პროგრამები, რომელიც ქონდა, ის ძველი პროგრამები აღარ იმუშავს, იმიტომ რომ ჩვენ მაგ ძველი პროგრამებს მოვსპობთ, ისეთ მედიტაციებს მოგცემ და ისეთ ტექნიკებს, რომ თქვენ უკვე აი დაემშვიდობებით იმ ძველი პროგრამებს, მადლობას ეთქვით და გაუშვებთ რა. და ახალ პროგრამებს შემოუშვებთ თქვენ, რომელიც უკვე იმუშავს თქვენს წინ სვლაზე. ეს არის რაც ეხება სამსახურს. ეხლა წყალი დავლიე და გავაგრძელოთ კიდე. წყალი არის აუცილებელი სხვათა შორის. Так, კარგით. ეხლა რა მიდის ფინანსებში, რა მიდის სტაგნაცია, გადასარევი. ანუ ოთხიანები, სულ ოთხიანები არის აქ, აქაც ოთხი უნდა ღმერთო. ანუ ნახეთ, რა მიდის? ანუ მიდის ის, რომ თქვენ გამოდიხართ იმ სიტუაციიდან, როცა თქვენ იყავით სტაგნაციაზე, თქვენ გქონდათ რაღაცა ჩაფიქრებული, რაღაცა გქონდათ აი გადაწყვეტილი, მაგრამ ვერ აკეთებდით, იყო სიჩუმე, ვერა, იდეები მაქვს ბევრი, როგორ გავაკეთო, როგორ მოვიპოვო, შეიძლება თქვა ფინანსები, შეიძლება აქ როგორი მომენტი იყო, იცით, დაუშვათ რაღაცა გაქვთ თქვენ პროექტი სიტყვაზე. ანუ პროექტს მე რას ვიძახე ხა, ზოგს მართლა პროექტი, ზოგს ახლა პროექტი თუნდაც იმისი, რომ ახალი სამსახური ვიშოვა, ან ახალი თქვათ, მაგ ჩაფიქრებული რაღაცა, თქვათ ფინანსებზე იმასაც გასწავლით როგორ და ანუ მაგრამ ნუ ძრა არ არის, ხო თქვათ, ნუ დაუშვათ მაგ ერთი და იგივე თქვათ, თანხა რაღაცა, იმის ზევით ვეღარ მივდივარ რა. ვარ შეჩერებული მაგ სიტუაციაში რა. მაგრამ ეს მიდის თქვენიდან, მიდის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ უკვე თქვენ აი აქ რაც შეგეძლოთ გაგაკეთეთ, ხო სიტყვაზე, მაგრამ აი ეს სიტუაცია როცა ძრა არანაირი არ იყო და სულ იყო სტაგნაცია, ხო? მიდის, იმიტომ ჩაფიქრებული მაქვს, ვერ ვაკეთებ. მარტო მაქვს იმდენი ფული, რომ აი თქვათ, რომ აი ესე მშეერი არ მოკვდე, მაგრამ ამ დროს მაქვს გიგანტური რაღაცა ჩაფიქრებული აქ იდეები და ვერ ვახორციელებ, მარტო ვფიქრობდი, როგორ განვახორციელო, მაგრამ არ გამომდიოდა. აი ეს სიტუაცია მიდის რა? მოდის. რა მოდის? მოდის ძალიან დიდი სიხარული. ანუ აი კიდე მაგის ენერგია არის, ნახეთ, აქაც ნახეთ, იგივე ფული მაქვს, იგივე პლუს კიდე მზე, ჩემო მოსწავლეებო, თქვენ კიდე ძალიან კარგად მიხვდეთ ეს რას ნიშნავს და პლუს კიდე სამიანი თასების. ანუ მომეცემად რაღაცა აი ზუსტად აი როგორც გინდა გამიგეთ, აი ვინც ახლა ეს იქნება გაშლა უეჭველი იმ ადამიანებისთვის, ან ვინც მართლა გადაწყვეტილება მიიღა და მენდოდა მოდის ჩემთან ტრენინგზე, ან თვითონ შეიძლება რაღაცას აკეთებს, არ ვიცი. მაგრამ ეგ რო აქ სამიანი თასებით, ეს არის როცა კოლექტივში რაღაცას ვაკეთებ, ანუ შეიძლება ნახეთ, თუ დაუშვათ თქვენ გაქვთ გუნდი, ხო, სიტყვაზე, ან მუშაობთ რამდენიმე ადამიანი ერთად. აი აქ თქვენ გექნებათ უდიდესი სიხარული და ბედნიერება, იმიტომ რომ მზის არკანი და პირველი არკანი ეს არის როგორ იცი, თვითბედი გაძლევს შენ იმას, რაც შენ დახატ, რაც შენ ჩაიფიქრე, რაც შენ აგონებაში, რაც შენ გქონდა, აი აქაც იგივე რა ფული ხო გითხარით, ერთი და იგივე სივრცე ფული და ნუ რა თქმა უნდა, აბა საიდან გვაქვს ჩვენ ფული, ხო? ნუ ერთ-ერთი დაუშვით წყარო არის ის, რომ ჩვენ რაღაცას ვქმნით და იქიდან ვიღებთ ჩვენ მერე შემოსავალს, ხო? ყველას ეს თავისი ზოგი ახლა სისუფთავეს ქმნის და იქიდან იღებს, თქვათ, ახლა შემოსავალს, ხო? შეიძლება სხვანაირად, შეიძლება თქვათ, შენ ახლა ადგები და მარტო დადიოდი სიტყვაზე იმ დალაგებაზე, ახლა რამდენიმე სამი მოდი წავედ უცბად გავაკეთოთ, ნუ კაროშე, ახლა მე წავედი ფანტაზიებში, მივხვდებით თქვენი ყველაფერი, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი სიხარული, აქ ძალიან არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს გავაკეთეთ, თუ თქვენ გყავთ გუნდი და თქვენ თუ გუნდში მუშაობთ, ხო? ან გარშემო ყავთ ისეთი ადამიანები, ვინც რაღაცა რჩევას გაძლევთ, ნუ ის ადამიანები, რა თქმა უნდა, ვინც იქნებიან ჩემს სივრცეში, რატო ვიძახებ, რომ ბევრნიც ვიქნებით, ენერგიაც ბევრ იტრიალებს რა, და რა თქმა უნდა, ეს ფულის ენერგია შემოვა კი არა, შემოვარდება თქვენთან და უდიდესი ბედნიერება და უდიდესი შემოსავალი, მზის არკანი, ეს არის ფული, ეს არის ბედნიერი, ეს არის აი როცა შენ სამყარომ დაგინახა, შენი გზავნილი დაინახა სამყარომ და აუცილებლად გაგახარებს.
მიხვდეთ და აქ მარტო შენ კი არ გაიხარებ, შენ სურვილს აისრულებ და შენ სხვებსაც გააბედნიერებ. თუ შენ დაუშვებ გინდა რომ ფიქრობ, აი ხა საჩუქრები უნდა ვიყიდო, თქვა, ხო, ვინც ახლა მიყურებს ახალი წელი მოდის, ხო? საჩუქრები უნდა ვიყიდო, გავახაროთ ჩემი შვილები, გავახაროთ ჩემი ახლობლები, გექნებათ მაგის საშუალება უეჭველი 1,000,000%-იანს გეუბნები თქვენ. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ სწორედ უნდა ეს ყველაფერი დაალაგოს, სწორი ფიქრები, არა იქიდან რომ რა ვქნა, რაც იქნება, როგორც იქნება, ეს ყველაფერი თქვენი ეს ფიქრები მიდის. ეს აქ გქონდა თქვენ რაღაცა ფიქრები, რომელიც თქვენ გაჩერებდათ და რომელიც თქვენ არ გაძლევდეთ საშუალებას, რომ თქვენ გქონდათ ეს წინსვლა. იმიტომ გქონდათ მხოლოდ ფული იმისთვის, რომ თქვენ მარტო მშერი რომ არ მომკვდარიყავით. 4-იანი პენტაკლების როგორი თემა ისეთ რომ შეიძლება თქვენ ახლა სხვადასხვა დონის ადამიანი მიყურებს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიცი რომ ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, იმას უფრო მეტი უნდა და სხვათა შორის აი ზოგი რო იძახეს რა თუ მილიონერი ხარ, მეტი რაღაც გინდა ეს მილიარდელი რო გახდე. აი მანდ უკვე სხვა თემა არის რა. აქ უკვე იმპერატორის ენერგია არის რა. აქ უკვე ადამიანი ფიქრობს, აი კიდე რა შემიძლია, კიდე რის უნარი მაქვს. მიხვდეთ, აქ ეს ენერგია. რითი რა გაგეხარდებათ ჩემო ლამაზებო, რომ აქ უკვე თქვენ აი როგორ არის იცით, გამოდიხართ იმ პერიოდიდან, როცა თქვენ აკეთებდეთ რაღაცას, მაგრამ აი არ გამოდიოდა, როცა თქვენ აი სიტყვაზე ეს ნახათ რას მახსენებთ. აი დაუშვათ გაქვს რამდენიმე ანგარიში, ხო, რაღაცას ყიდვა გინდა და შენ მიდიხარ და იმ ანგარიშთან მეორე ანგარიშზე გადარიცხავ, რომ რაღაცა თქვათ ახლა თანხა საერთო იყოს, რომ გადავიხადო, ხო? იმიტომ რომ ნახეთ აქ რამდენი ახლა გატეხილი ჭიქები არის და ანუ რაღაც სულ რაღაცა და ეს ცდილობს რომ დააწებოს რა. ანუ იქიდან აქეთ, აქედან იქით, აი ეგ მდგომარეობა თქვენი ნამდვილად წავა, ყველანაირად წავა, იმიტომ რომ აქ მოდის მაგარი შემოსავალი მოდის თქვენ ცხოვრებაში. ანუ როცა უკვე შენ აქ სხვადასხვა შეიძლება სხვადასხვა даже ისინი გაგეხსნებათ წყაროები, არა მხოლოდ ერთი, შეიძლება თქვა სხვადასხვა წყარო გაგექნება, საიდანაც შემოდის შენთან შემოსავალი და შენი პრობლემები, რომელიც შენ გქონდა, ხო? აი ეს წავად შენი ცხოვრებიდან და აქ ნახეთ, даже აი აქაც გაქვთ თქვენ აი აქ ორი ცალი თქვათ, ისა რა სავსე ჭიქები ყავით, ხო? ანუ შეიძლება даже აი აქაც გზა იყოფა ორად, შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში სხვადასხვა კიდე ორი სუმცირი რაღაცა წყარო შემოვა, რომელიც ნამდვილად თქვენ დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ გქონდეთ ეს ფინანსური მდგომარეობა კარგით. ჩემო სიხარულება, დამიჯერეთ, რომ ახლა არის ეს მართლა ჩვენ თავში ძველი პროგრამები, რომელიც ჩვენ ბევრ რაღაცებში გვიშლის ხელს. რომ ჩვენ შეიძლება თქვენ ბევრ შრომობთ, მაგრამ დაიმახსოვროთ, რომ ფიზიკური შრომა, რომ შენ დილიდან საღამომდე რაღაცას აკეთებ და აი დააკვირდე რა, გააქვს ის შემოსავალი, რაც გინდა. შეიძლება გაქვს, მაგრამ არა ისეთი შემოსავალი, როგორც გინდა, მაგრამ მე გეუბნებით, რომ აქ გვაქვს ყველაფერი, აი აქ შევცვლით ჩვენ რაღაცებს და შეიცვლება ჩვენი სიტუაცია. მე იმიტომ გეუბნებით, ვაძლევთ ჩემ თავს უფლებას, იმიტომ რომ ნულიდან ავედი ისეთ დონეზე, რომ მართლა არც მეოცნებია და როცა მე ბევრჯერ აი მithქვია და ჩვენც რომ აი სწავლობ ტაროს, ვეუბნები ხოლმე, რომ უნდა იყოს შენ თვითონ აი ამ ცხრიანში, პენტაკლების ცხრიანში, შენ უნდა იყო თვითონ, რომ შეგეძლოს, რომ დაეხმარო სხვებს და გადახვიდე, აი მაშინ გადახვალ მეათე ენერგიაში, სადაც ყველაფერი კარგად გაქვს, ხო? და მაშინ აი სიუხვიდან უნდა დაეხმარო. როცა შენ კარგად ხარ, შენ რა შეგიძლია მისცე ადამიანს? მხოლოდ ის, რაც შენ გაქვს, ხო? რაც შენ არა გაქვს, აი სულ გაგიჟდე და გადაერიო, ვერ მისცემ, ხო? მაგრამ შენ რო გაქვს, შენ ამ შემთხვევაში მაგ ეს ცოდნა, ხო? რომელმაც დამეხმარა, მიშველა, ხო? მინდა მოგცეთ მე ეს თქვენ, ჩვენ გვექნება აქ ვინც ახლა მიყურებს, აუცილებლად სამეთში აქ შეხვედრა YouTube-ზეც უნდა ჩავატარო დიდ არხზე X, სადაც დიდი გაშლები გვაქვს ჩვენ იქ, შემოგვიერთდით, ვისაც გინდათ და 15 დეკემბრიდან 12 იანვრამდე გვექნება ძალიან აი მაგარი საინტერესო ტრენინგი, სადაც აი გაგიზიარებთ ყველაფერს, როგორც შეგიძლიათ, აი даже ნულიდან
მიაღწიო იქამდე, რომ აი მართლა იქნები უზრუნველყოფილი და არა მხოლოდ შენ, შენი ახლობლებიც და შეძლებ იმას, რასაც შეიძლება ადრე ვერ არ გამოდიოდა რა და აი გასწავლით ყველაფერს რანაირად რა უნდა გააკეთოთ. всё, ჩემო სიხარულებო, ეს ინფორმაცია იყო იმათთვის, ვისაც სჭირდება, ვისაც არ სჭირდება, უკვე გათიშული იქნება ეს ვიდეო დარწმუნებული ვარ. მიყვარხარ ძალიან და გისურვებთ სიუხვეს, ბედნიერებას, სიყვარულს და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ